ძველი საიდუმლო. მამი და სათხარ აქამდე. იმდენი კლიენტი დავკარგეთ, შენ რომ ვერ დაგინახეს უკან გაბრუნდნენ. მერე რა მოხდა გოგო? დავიბრუნებთ. ამდენჯერ დარეკვა რა საჭირო იყო. საკმარისი არ იყო ის, რაც გააკეთეთ, ქალბატონო ასიე. ამ ადგილის მიწასთან გასასწორებლად მოხვედით? ყავაც დაგილევიათ. გთხოვთ, აქაურობა დატოვეთ. წინასწარ დასკვნის გამოტანას ჯობს დაბრძანდე და მომისმინო. აქ სასადილოს დასანგრევად კი არა, სალაპარაკოდ მოვედი. ეს ჩემი სამუშაო ადგილია. კლიენტებთან ერთად ვერ დავჯდები. სათქმელი მითხარით და წადით. კარგი. ყურადღებით მომისმინე. აშკარაა, რომ ჩინარს არ იცნობ. ეტყობა შეგებრალა და სამსახური დააწყებინე. საბრალო ქალს ლუკმა პურის ფული მიეცი, მაგრამ შენ რას გერჩი? სწორად მოიქეცი. არ იცი, რომ ჩინარი ნამდვილი გველია. შხამს ნელ-ნელა გამოყოფს. ჯერ დაგაჯერებს, რომ კეთილსინდისიერი ქალია. მერე კი თავიდან მოგიშორებს. მე უკვე იმ ასაკში არ ვარ, რომ ადამიანების ცნობა არ ვიცოდე. ბავშვი არ ვარ. მადლობა ღმერთს, მეც საკმაოდ დიდი ასაკი მაქვს. ამ ქვეყნად იმდენი დრო მაქვს გატარებული, რომ კარგის და ცუდის გარჩევა შემიძლია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩემი შვილი დავმარხე. მიწა მუჭით ავიღე და მის საფლავს დავაყარე. შვილი იმ ქვეყნად გავუშვი იმ ქალის გამო, რომელსაც ასე ენდობი. ამიტომ ჩემ წინაშე ჩინარის დაცვას ნუეცდები. თუ არ გინდა, რომ თავს უბედურება და გატყდეს, იმ ქალისგან თავი შორს დაიჭირე. შეეშვი. გესმის? 20 წელია სასადილოს მართავ, ქალბატონო ასიე. ადამიანს მისი გამოხედვიდან ვცნობ. მადლობა ღმერთს, რომ ჩინარის ნაირ ქალს შემახვედრა. თქვენ მას ცილს წამებთ. რაც არ უნდა მითხრათ, არც ჩემი აზრი შეიცვლება და არც მახსოვრობა. დროს ნუ კარგავთ. თქვენს ნათქვამს ყურადღებას მაინც არ მივაქცევ. მოიცადე? კარგად დაფიქრდი. შეიძლება 20 წელია სასადილოს მართავ. მაგრამ როგორც ხედავ, ისევ ერთ ადგილს დგებნი. თუ გინდა დაგეხმარები. შეგიძლია ბიზნესი გააფართოვო და უდარდელად იცხოვრო. ჭკვიანი ქალი ხარ. არ მგონია ამ წინადადებაზე ჩინარის გამო უარი თქვა. მე შევინახავ დედა, დაჯექი, დაისვენე. არა შვილო. რაც უფრო დიდხანს ვიჯდები ერთ ადგილას, მით უფრო ცუდად გავხდები. კარგი, მაშინ სახლს მე დავალაგებ, დაჯექი. 5 წუთში მორჩები და ერთად წავიდეთ. სეჰერ. გისმენ დედა. შენი აზრით დედა ასიეს წასვლას უნდა დაველოდოთ? თუ გავრისკოთ და შენს და-ძმას დაველაპარაკოთ. არავითარ შემთხვევაში ბებია, ქალს რომელიც შვილებს ობლებს დატოვებს, დედას ვერ უწოდებ. ის მკვლელია ბებია, მკვლელი. მადლობა ღმერთს, რაც დაიმსახურა ის მიიღო. ციხეში მოკვდა. მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი აღარ არის. თორემ იმ ქალს სიცოცხლეს ჩემი ხელით წავართმევდი. ვერ გავრისკავთ დედა. ახლა ამის დრო არ არის. არც შენ გჯერა, რომ დამიჯერებენ, არა? გგონია, რომ ჩეთინი და ესმა არ მაპატიებენ? ამას არ გულისხმობ დედა. მე მჯერა, რომ გაპატიებენ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ ბებიას წასვლას დაველოდებით. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ესმა და ჩეთინი შენ წინააღმდეგ განაწყოს. შვილო, შეიძლება დედა ასი აქედან აღარ წავიდეს. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შვილებს დამაშოროს. დედა დამიჯერე.
როგორც მე ვამბობ, ისე იქნება. ბებია მალე წავა. ხო, გამაგრდი. ახლა წადი, მოემზადე. მე სამზარეულოს მივალაგებ და წავიდეთ. კარგი შვილო. ჩემ გამო ქმარშვილი უყურადღებოდ დატოვა. სამზარეულოს თავი დაანებე. მე მივხედა. თითქმის დავასრულე დედა. 5 წუთში მზად ვიქნები. პასუხს ახლავენ უმეტყვი. ასეთი შესაძლებლობა ყოველთვის არ მოგეცემა. იფიქრე ამ შეთავაზებაზე, როგორც მეგობრულ დახმარებაზე და არა ქრთამზე. ამ სასადილოში მხოლოდ საჭმელი იყიდება ქალბატონო ასია, მეგობრობა არა. ასე რომ დროს ნუ დაკარგავთ. თუ გგონიათ, რომ რადგან ფული გაქვთ ყველაფრის ყიდვა შეგიძლიათ, ძალიან ცდებით. მე ჩემი სათქმელი გითხარი. ახლა შენი გადასაწყვეტია რა სიზამ. იფიქრე. ყავა შემოგთავაზებთ. დაბრძანდით. გთხოვთ. მამიდა, რა ხდება? იმ ქალს შენგან რა უნდოდა? ყურადღებას ნუ მიაქცევ შვილო. შენ საქმეს მიხედე. სად არის ეს ქალი? რამდენი საათი გავიდა? იმედია ის არ მოხდება რისიც. ასე ძალიან მეშინია. თუ ჩინართან სალაპარაკოდ წავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი საქმე წასულია ზუხალ. დედა მე გავდივარ. მერტო ჩემო. დედა, შორს არ მივდივართ. არ ინერვიულო. საღამოს დავბრუნდები. ეგრაშუაშია ქუდრეთ. ისე შვილს ვერ უნდა ჩავეხუტო? დედა შეგიძლია ჩამეხუტო, მაგრამ რაღაც უცნაურად იქცევი. თითქოს აღელვებული ხარ. რა ვქნა ასე ძალიან რომ მიყვარხა. თავი ვერ შევიკავე. წადი თორემ ისევ ჩაგეხუტები. კარგი, კარგი. წავალ. შენ გარეშე ვერ ვიცოცხლებ ქუდრეთ. შენ ჩემი ყველაფერი ხარ შვილო. ალო დედა, რა ხდება ბრძალო? დილით ადრე გახვედი, მაინტერესებს როდის დაბრუნდები. იმედია ყველაფერი რიგზეა. შენი წყალობით არაფერი არ არის რიგზე. იმ სასადილოში ვიყავი, სადაც ჩინარი მუშაობს. იმ ქალს ველაპარაკე. ჰადიერო მქვია. შევთავაზე ჩინარი სამსახურიდან გაუშვი და ბიზნესის გაფართოვებაში დაგეხმარები მეთქი, მაგრამ უარი მითხრა. როგორც ხვდები, ჩინარი არსად წავა. ისევ ჩვენს ცხვირწინი ცხოვრობს. არ ინერვიულო დედა. ვიცი რაც უნდა გავაკეთო. შენ რა უნდა გააკეთო? კარგი გასაგებია. ეს დღეები სანატრელი გაგიხდება ჩინარ. ამიერიდან ყველა დღეს ჯოჯოხეთად გიქცევ. ჩვენი ცოდვით ვერ გაიხარებ. ყველაფერი კარგად იქნება დედა. არ ინერვიულო, კარგი? კარგი ზეჰერ. ახლა სახლში წადი. ქმარშვილს მიხედე. მე ვიმუშავებ. კარგი. საღამოს დაგირეკავ და ვილაპარაკოთ. იმედი ნუ გექნება ჩინარ. ჩემი შვილიშვილების ნდობას ვერ მოიპოვებ. იმ ქალს გონია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეუძლია. ასაკოვანი მაინც არ იყოს. უსინდისო. როგორ არ წვენია? მამიდა.
რას მიყურებ? საქმე არ გაქვს? წადი, მაგიდები აალაგე. კარგი მამიდა. იმ ქალზე გაბრაზებული ჯარს ჩემზე რატომ იყრი? Hangi kadın abla? ვინ ქალზე დაო? Aman o yaşlı kadın geldi. ერთი მოხუცი ქალი იყო მოსული. ყურადღებას ნუ მიაქცევ, არაფერია. ვერ გავიგე ლობიო არ მოეწონა თუ რა მოხდა. ისე მიყვირა, გამლანძღა და წავიდა. Fasulye. ლობიო? ლობიო. წვანე ლობიო. შენ ვინ გეკითხება? ოღონ დალაპარაკე, მეტი არაფერი უნდა. შენ რატომ მოხვედი დაო? არ გითხარი სახლში დარჩი და დაისვენე მეთქი. დაო, უნდა ვიმუშაო. თორემ თავში ცუდი აზრები მიტრიალებს. Seyrede yazık. გულს მაინც გადავაყოლებ. იქნებ დავივიწყო გუშინ რაც მოხდა. კარგი დაო. თუ ასეა ვიმუშაოთ. ორივეს გვეშველება. Yenge. ბიცოლა, sana geldi. დედა ასიე მოვიდა. Hoş geldin. კეთილი იყო შენი დაბრუნება დედა. ღელავდით. გმადლობ. რატომ ღელავდით? ხომ მოვედი. კეთილი იყო შენი მოსვლა დედა. Fidan. ფიდან წადი დედა ასიეს ყავა მოუმზადე. ყავა არ მინდა. წამოდი დავსხდეთ. მითხარი რა გეგმა გაქვს. Günlerdir Çınar'ın დღეებია ვფიქრობ ჩინარი როგორ მოვიშოროთ დედა. gözüme uyku girmedi. გეფიცები წუხალ თვალი არ მომიხუჭავს. დილამდე ვფიქრობდი. შორიდან ნუვლი მითხარი რა მოიფიქრე. Bu Çınar biz ona gittik. ჩინარისგან მოვითხოვოთ რომ აქედან წავიდეს. Evlatlarımla ის კი არსად არ წავა. kafa tutuyor. შვილებისთვის იბრძოლებს. İş bu. სამსახური აქვს. Evi de var. სახლი Benim აქვს. kimseye minnetim არავისი yok. არ არის დამოკიდებული. Ondan palazlanıyor. ამიტომ საკუთარი თავისი იმედი აქვს. მაგრამ თუ სამსახურს დაკარგავს და დასარჩენიც აღარ ექნება, მერე რას იზამს? მეც ეგ ვიფიქრე. დღეს იმ ქალთან მივედი და ვუთხარი, კვლელი ჩინარი სამსახურიდან გააგდე. კარგს არაფერს მოგიტანს მეთქი. უარი მითხრა. ჩინარმა იცის უცხო ადამიანს გონება როგორ მოუწამლოს. Kendi bilir. მართალია. Madem Hadiye'nin მაგრამ თუ ქალბატონმა ჰადიემ უარი გითხრა, biz de ჩვენ ვაიძულებთ რომ ჩინარი სამსახურიდან გააგდოს. ამას როგორ გავაკეთებთ? ძალიან მარტივად დედა. ახლავე წავალ. იმ სასადილოს მეპატრონეს ვიპოვი და დაველაპარაკები. ის ქალი 20 წელია იმ სასადილოს მართავს. აშკარაა რომ სამეზობლოში კარგი რეპუტაცია აქვს. შენ გამო იქიდან არ გააგდებენ. orası hiç belli ვინ იცის არსებობენ ადამიანები, რომლებიც Paranın ucunu Polis gamı bulacak, ყველაფერზე her წავლენ. şeyi yapabilecek o kadar çok insan. უფლება მომეცი წავიდე და მეპატრონეს დაველაპარაკო. Sen müsaade et. ამით ჩემს შეცდომას გამოვასწორებ. Hem შენი hatamı da telafi ძალიან მრცხვენია დედა. sana karşı საქმე აქამდე არ უნდა მიმეყვანა. Evin yolunu bulabilir. როგორც იქნა სახლის გზას მოაგენი. gibi diktin hepimize. შენ გამო ღამე გავათენე. ერჯომენს ვუთხარი რომ ღამით სახლში არ მოვიდოდი. არ გითხრა? დედა! საყვარელო. სად იყავი? გუშინ სახლში არ მოსულ ხარ? დეიდა აიშესთან ვიყავი ძურფას. ისევ დეიდა აიშე. Hoş geldin. გამარჯობა. გამარჯობა. სამსახურში მიდიხარ? ჰა, წარმატებულ დღეს გისურვებ. ნახოთ, წარმატებული იქნება თუ არა. Dün yine 5 გუშინ კიდევ 5 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ღმერთმა დაიფაროს ისინი. Ah be. ძვირფასო, Amcanı bir söyle. ვიზა შენს ერთხელ როგორ ვერ უთხარი ჩემს ქმარს მუშაობა დააწყებინეო. Ne koskoca უზარმაზარ კომპანიაში ჩემი ადგილი როგორ არ მოიძებნა. შვიდად მაინც ვიქნები. biz de öyle. მეწოდინება რომ სამსახურიდან არავინ დამითხოვს. Neyse. მოკლედ, წავედი, დროებით. საღამომდე. ჩეთინ, გადასამოწმობელი საბუთები შენს მაგიდაზე დავდე. კარგი. გამარჯობა ბატონო თურგოთ. წარმატებულ დღეს გესურვებთ მეგობრებო. ბატონო თქვენი მოცემული დავალება შევასრულე. როცა ინებებ ჩემი ძლია ჩაგაბაროთ. კარგი. წამოდი.
Yaktın ეს რა დღეში ჩამაგდებიძია. შემომხედე. აქ მუშაობაზე დაგთანხმდი, რადგან დემეთის დაკარგვა არ მინდოდა. Kız burada ayakçı olduğumu მაგრამ მას გონია, რომ მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობ. მამიდა, მე გავდივარ. სიბელთან ერთად ყავა უნდა დავლიო. არ დააგვიანო. არ დააგვიანო მეთქი. გაიგონე? გავიგონე. ყოველ ჯერზე ასე მეუბნები, მაგრამ მაინც აგვიანებ. მერე უნდა გეძებო. ჩინარ. ისევ ტირი? Yok abla ne არა და არ ვტირი. Soğan ხახვის ვჭრი. წარია. დუხანდელი ღამის გამოცრემლები აღარ დაგვრჩა და ახლა ხახვის დაჭრას იმიზესებ. მომეცი ეს ხახვი. ცოტას მეც ვიტირებ. აი ასე. ღიმილი დამანახე. ყველაფერი მოგვარდება. თუ უფალი ისურვებს, რომ შვილებთან ურთიერთობა აღადგინო, ასეც მოხდება. შენი დედამთილი ხელს ვერ შეგიშლის. ჩინართან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნო. ჩემგან თანაგრძნობას თუ ვერ იგრძნობს, ყველა ეტყვის, რომ ქუდრეთი მისი შვილია. უნდა იფიქროს, რომ მხოლოდ დედა ასე ეწინააღმდეგება. მიდი ზუხავ, თავი გამოიჩინე. Bu iş sadece kayınvalidemin işi değil abla. ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემი დედამთილი არ აკეთებს დაო. Bana her şeyi Zuhal'im მე ჩვენება, რომ ზუჰალიც ეხმარება. Baksana Asiyana'yı tutmuş ხომ kapının önüne დაინახე? kadar getirmiş. დედა ასიას ხელი მოკიდა და ჩემთან მოიყვანა. იმ გველი ზუჰალისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჩინარ, Çınar. ჩინარ, İyi bari burada. კარგია რომ აქ ხარ. Kolay gelsin. წარმატებულ დღეს გისურვებთ. კლიენტებს მივხედავ დაო. Çınar'cığım nasıl? ჩინარ, როგორ ხარ? Dünden beri hep aklımda. გუშინდელი დღის შემდეგ სულ შენზე ვფიქრობ. Mahvoldum inan. დამიჯერე განადგურებული ვარ. Tüm gece gözüme მთელი uyku ღამე girdi. ვერ დავიძინე. Sabah zor ettim valla. დილით დედა ასიას გამო თავი შევიკავე, მაგრამ როგორც კი საშუალება მომეცა, შენთან წამოვედი. როგორ ხარ? Nasıl olmalıyım sence? შენი აზრით როგორ უნდა ვიყო ზუჰა? Neden Asiyana'yı დედა getirdin? ასია ჩემთან რატომ მოიყვანა? შემოდი. დედა, ჩაი მოგიტანე. ხომ დალევ? Ana, დედა, biliyorum. ვიცი რომ Çok üzülüyor. ძალიან ნაწყენი ხარ, Ya Çınar yenge მაგრამ იქნებ ვიცოლა ჩინარს არაფერი დაუშავებია. იქნებ უდანაშაულოა როგორც თავად ამბობს. თუ დაასრულე შეგიძლია წახვიდე. და იმ საქმეში აღარ ჩაერიო, რომელსაც შენთვის აზრი არავის უკითხავს. Sanki ben suçluymuşum gibi. ისე ნუ მიყურებ თითქოს რამე დავაშავე ჩინარ. Asiye anne sanki bana დედა ასიამ სხვა გზა არ დამიტოვა. Öğretecek Çınar'ın kapısını. მსხოლს უთხრა რომ შენ სახლში მოვეყვანეთ. Salih senin evini bilir. სალიხმა შენი სახლის მისამართი იცის. Bana inan ne oldu? დამიჯერე, გთხოვ. Kimin başına taş düşse ამჯერად მე benden არაფერ შუაში ვარ. Sen söylemediysen çocuklar. საიდან გაიგო რომ ჩემ შვილებთან დაახლოებას ვცდილობ. Peşine adam. ვიღაც კაცი დაიქირავა. Fotoğraflarını მან çekti. ფოტოები გადაგიღოთ. Ne? რა? Takip mi? ფოტოები გადაგვიღო? ხო. Zaten böyle olacağı აშკარა იყო რომ ასეც მოხდებოდა. Ben Seher'i kaç defa uyardım. რამდენჯერ გავაფრთხილე სეჰერი. ბუთხარი დედა ასიე და ეჭვდება მეთქი. Karşıma geçip de დედა ასიე გზიდან მობრუნდა და ფოტოები ცხვრწინა მაფარა ჩინარ. bu yaşıma geldi. ჩემი დედამთილი ასეთი გაცოფებული, Bir tokat yemediğim kalmış. აქამდე არასდროს მინახავს. Bana inanmıyorsun. თუ არ გჯერა თურქუთს დაურეკე და ჰკითხე.
რა არ ვოთხარი, მაგრამ ვერაფრით დავარწმუნე. არ სჯერა რომ უდანაშაულო ხარ. ამის დარწმუნებას ვერავინ ახერხებს. თუ არ სჯერა, ნუ დაიჯერებს. მართია მოწმე. მან იცის რომ უდანაშაულო ვარ. ჩემი სინდისი სუფთაა. ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნაში ხელს ვერაფერი შემიშლის. არც ერთ ჩემს შვილზე არ ვიტყვი უარს. კუდრეთ? სად დაიკარგე ძმაო? დიდი ხანია არ გვინახი ხარ. ახლა ხომ ხედავ. რა ვქნა? დილით კოლეჯში მივდივარ. მერე კი სახლში უბრუნდები. გამიხარდა თქვენი ნახვა. რა ხდება, თხოვდები? არა ძვირფასო, არ თხოვდები. ჩემი დაბადების დღის მოსაწვევია. ყველას გელოდებით. განსაკუთრებით შენ, კუდრეთ. რადგან ასე გთხოვ, მოვალთ. გოგომ შენ მიმართ სიმპათია ღიად გამოხატა. წამოდი დავლიოთ. ახლა ვერ წამოვალ. უნდა გავიქცე. ამას დავუპირდი რომ ერთად ვისადილებდით. სხვა დროს იყოს, კარგი? კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. უსამართლოდ მეკცევი, ჩინარ. დამიჯერე არაფერი დამიშავებია. რა სწრაფად დაგავიწყდა რომ სახლის კარი გაგიღე. შვილებთან ცხოვრების შესაძლებლობა მოგეცი. შენ გამოქმარს დავუპირისპირდი. მომხდარის გამო ძალიან მწუხვარ. გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დედა ასიე მალათიაში გავუშვა. გინდ დაიჯერე გინდა რა. მაგრამ მე შენი მტერი არ ვარ. შენი მეგობარი ვარ, ჩინარ. არ ინერვიულო, კარგი? ყველაფერს მოვაგვარებ. როცა დედა ასიე აქედან გავუშვებ, იმედია მაშინ მაინც მიხვდები რომ ცუდი განზრახვა არ მომოძრავებს. ნახვამდის. როგორც გითხარი, ისე იქნება, ჩინარ. არ ინერვიულო, ყველაფერს მოვაგვარებ. ძალიან მალე გზიდან ჩამოგიშორებ. ასეთი რომ პირველად მესმის. კაცი ავადმყოფ ქალზე დაქორწინდა და როცა ქალი გამოჯამრთელდა, მის მიტოვებას აპირებს. ვინ არის ასეთი ბატონის სერდარი? რა მიზეზი აქვს? გავფრთხილებ, ჯერ მოусმინე. პირდაპირ ნუ გალანძღავ. აგიხსნა სწორს თავს რატომ არიდებს? იქნებ პრობლემა აქვს. არ ინერვიულო. ასეთი პირდაპირიც არ ვარ. ჯერ გავიგებ რა მიზეზი აქვს და მერე განვსჯი. ბატონო სერდარ? დიახ, მე ვარ. თხოვს დავბრძანდით. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ჩვენ თქვენი მეუღლის წარმომადგენლები ვართ. ვერ მივხვდი? ნება მომეცით აგიხსნათ. მე განქორწინების ადვოკატი ვარ. თქვენმა ცოლმა განქორწინების თხოვნით მომმართა. ვიცი რომ უსიამოვნო სიტუაციაა, მაგრამ პროცედურის მიხედვით ჯერ თქვენთან სასაუბროდ მოვედით. დიახ, მეც ვეძებდი ადვოკატს განქორწინების მიზნით. ბეთულს ჩემზე ადრე უმოქმედია. საბედნიეროდ. Bilmiyorum abla. არ ვიცი დაო. Asiyana adam დედა ასიემ ვიღაც კაცი დაიქირავა. ასე მიპოვა. რას ამბობ? ეს რა ხალხია? შენს მოსაძებნად კაცის დაქირავება რა მაფიქრებინა? yoruldum abla. დავიღალე დაო. Sabrım აღარც მოთმინება და აღარც ძალა აღარ მაქვს. çocukların karşısına geçip მინდა ბავშვებთან მივიდე და ვუთხრა რომ მათი დედა ვარ. სეჰერს რომ არ შევეჩერებინე. ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი, მაგრამ Sen de biliyorsun duydun. მისი ხათრი თვითმენ. სეჰერი მართალია დაო. მოითმინე სანამ ასია ქალაქიდან არ წავა. მისამართი გაარკვიე? დიახ, აქ წერია.
კარგია. ოჩახ, ახლა რასაც დაგავალებ, კარგად დაიმახსოვრე. სასადილოში რაც მოხდება, ყველაფერი უნდა ვიცოდე. კარგი. ყურადღება არ მიიქციო. როგორც კლიენტი, ისე შედი, ისადილე. რაც გინდა გააკეთე. კარგი? გამომართვი. მადლობთ. არ ინერვიულოთ. ყველაფერს შეგატყობინებთ. კარგი. შეგიძლია წახვიდე. ახლა იმ ადგილის მე პატრონეს ვესტუმრები. სიბელ, ჩეთინი უნდა ვნახო. კოსტიუმში გამოწყობილი დადის, საქმიანი კაცი გახდა. კარგი, ნუ აჭარბებ. დირექტორის თანაშემწეა. გეუბნები სიბელ, ფული ცვლის ადამიანებს. ჩეთინი შეიცვალა, ახლა უფრო სიმპათიური მეჩვენება. მამის მინა ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, ახლა უნდა გითხრა. მითხარი, ისეთ ადგილას წამიყვანა. ხომ გახსოვს სერიალს რომ ვუყურებდით, რა ერქვა? ერთი ბიჭი იყო სახელად სელიმი. საყვარელი გოგონა რესტორანში რომ წაიყვანა. არ არსებობს მართლა? რა თქმა უნდა. იქაურობა უფრო ლამაზია, ვიდრე ტელევიზორში ჩანდა. თითქოს ზღვა შენს ფეხქვეშაა. ძალიან მიხარია. როგორ გაგიმართლა? იქნებ შენც გაგიმართლოს. ჩეთინის სამსახურიდან ვინმე კარგ ბიჭს გაგაცნობს. დემეთ. ახლა ამის დრო არ არის. ჩემთან ლაპარაკის ნაცვლად გირჩევნია ჩეთინის სამსახურში მიაკითხო. წარმატებები უსურვე, თან პატარა საჩუქარი უყიდე. მართალი ხარ, სამსახურში უნდა მივაკითხო. თანაც შენთვის ვინმე უცოლო კაცს ვიპოვე. მეგობრები რისთვის ვართ? ერთმანეთს ხარში უნდა დავუდგეთ. კარგი რა დემეთ. გამარჯობა. ბატონი სინანის ნახვა მინდა. მე ვარ და უგისმენ. უთხეში რომ სასადილოა თქვენი საკუთრებაა? არა, მამა ჩემი საკუთრებაა. რამე პრობლემაა დაო? ჩემი ბიზნესისთვის ფარც ვეძებ. ის ადგილი ძალიან მომეწონა. თუ თანახმა ხართ, დღეს ვიქირავებ. სამწუხაროდ ვერ მოგაქირავებს დაო. იმ ადგილს მოიჯარე ხავს. უკვე 20 წელია ქალბატონ ჰადიეს სასადილო აქვს. 20 წელია მოიჯარია და ერთი პატარა ფართი აქამდე ვერ იყიდა. გთხოვთ თუ არს ნუ მეტყვით. ჩაის შეუკვეთოთ, დავსხდეთ და ვისაუბროთ. თქვენმა მეუღლემ ასე თქვა. კიდევ რამის დამატება ხომ არ გნებავთ? ბეთულმა ყველაფერი გითხრათ. მთელი მისი ავადმყოფობისა და მკურნალობის პერიოდში მასთან ვიყავი. მარტო არ დამიტოვებია. მაგრამ ახლა რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ მეწოდებოდა. მის მიმართ გრძნობები არ გამაჩნია. ამიტომ, როგორც გითხარით, ბეთულის სწორად მოიქცა განქორწინების თხოვნით რომ მოგმართათ. რაც საჭიროა ის გააკეთეთ. მე წინააღმდეგი არ ვარ. საქმე ასე მარტივადაა? ქალბატონო ესმა, წავიდეთ. ბატონს სერდარს პაციენტები ხავს. ნუ მოვაცდეთ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. თქვენც ასევე. რასაც თქვენი მოიჯარე იხდის, იმაზე ორჯერ მეც გადაგიხდით. თანაც 6 თვის ქირას წინასწარ მოგცემთ. არ ვიცი რა გიპასუხოთ. დეიდა ჰადიე მამა ჩემი ძველი მეგობარია. ქირას დროულად იხდის. ამდენი წლის შემდეგ წასვლა როგორ თხოვა? წადით და დაელაპარაკეთ. თუ იგივე პირობებს დათანხმდება, რაც მე შემოგთავაზეთ, დარჩეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადგილი მინდა. უკან არავითარ შემთხვევაში არ დავიხევ. გამარჯობა. გამარჯობა. რა სინებებთ? ეზოგერინის წვნიანი და ბოსტნეული სალათი. სინან, კეთილი იყო შენი მოსვლა. რას მიირთმევ? არაფერს. გმადლობ დეიდა ჰადიე. შენთან სალაპარაკოდ მოვედი. დაჯიქი. რა ხდება? იმედია ცუდი არაფერია. დეიდა პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხომ იცი ახალი კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ.
მამაჩემის ხათრით 20 წელია ქერის ფასი არ მომიმატებია. არა და მოგეხსენებათ, რომ ფასები მუდმივად იზრდება ყველაფერზე. ამბობენ, რომ მალე კრიზისი დაიწყება. ვაპირებ ქირა 2000-მდე გაგიზარდოთ. 6 თვის წინასწარ გადახდით. მართალი ხარ. ყველაფერი გაძვირდა. ბაზარში საგიჟეთია. კარგი. ერთ კვირაში მაქსიმუმ 10 დღეში მოგცემ. ეგ ძალიან ბევრი დროა. გადასახადები უნდა გადავიხადო. ფული ხვალვე მჭირდება. როცა კონტრაქტს ხელს მოვაწერთ. ბოდიში, მეც რთულ მდგომარეობაში ვარ. კარგი. ფულს ხვალვე მოგცემ. თუ ხვალამდე ვერ მოახერხებ, სხვა დამქირავებელს ვიპოვი. მართლა? გასაგებია. ახონდის. ჩეთო? წარმატებულ დღეს გისურვებ. მადლობ. ალბათ რთულია აქ მუშაობა. ტელეკომპანიის ტვირთის დარება გიწევს. პორტიესავით აქეთ იქით დადიხარ. ცოტა ხანს ჩამოჯექი, ამოისუნთქე. კეთილი იყოს შენი მოსვლა შვილო. ახლა შენთან უნდა დამერეკა. მოდი გავიდეთ. ერთად უნდა ვივახშმოთ. შენც ხომ არ წამოხვალ? არა ბიძია, თქვენ წადით. ბევრი საქმე მაქვს. კარგი წარმატებები. გემრიელად მიერთვით. გამარჯობა. დირექტორის მოადგილის ბატონი ჩეთინის კაბინეტი სად არის? დირექტორის მოადგილის ბატონი ჩეთინის? თურგუტ ფოირაზის ძმისშვილს არ იცნობთ? მასზე გელაპარაკებით. ბატონი თურგუთის ძმისშვილს როგორ არ ვიცნობ? მისი კაბინეტი მეორე სართულზეა. გმადლობთ. თინარ. მე უნდა გავიდე. წარუმატებლობა მოხვადაო. უფალმა კიდევ ერთი განსაცდელი მოგვივლინა. ხვალამდე ამდენი ფული როგორ უნდა ვიშოვოთ? შეუძლებელი არაფერია დაო. ღვთისწყალობით ყველაფერს მოვაგვარებ. შენი პრობლემა, ჩემი პრობლემაა. ნეტავ რამე დანაზოგი მქონდეს. შენს დახმარებას შევძლებდი. ღმერთმა დაგლოცოს. შენ საკმარისზე მეტ საკეთებ ჩემთვის. ცოტა ფული მაქვს. ცოტაც გასესხებული. იმედია ხვალისთვის ფული მზად მექნება. იმედია. ახლა წავალ, არ მინდა დავაგვიანო. სასადილოს შენ განდობ. ალო, კალბატონო ზუჰალ. კალბატონი ჰადია ფულის შესაგროვებლად წავიდა. რამდენიმე ადგილას უნდა შეიაროს. თუ ფულს იშოვის, მთელი გეგმა ჩამეშლება. ახლა რა უნდა ვქნა? ბრძალო. გისმენ დედა, რამე მოგიტანო? ბრაკენი? იმ ადგილის მეპატრონეს დაელაპარაკე? დაველაპარაკე. ყოველ სასადილო ჩვენი გახდება. ნახოთ კალბატონი ჩინარი შემოსავლის გარეშე სტამბოლში როგორ გაიტანს თავს. ნახოთ. თუ ფულს იშოვიან, მთელი გეგმა ჩამეშლება. დემეთ? აქ რა საკეთებ? უკაცრავად, ხომ არ იცით დირექტორის თანაშემწის კაბინეტი საით არის? დერეფნის ბოლოს მარცხენა კარია. დიდი მადლობა. არაფერს. ახლა რა უნდა ვქნა?
სამწუხაროდ თქვენ მართალი აღმოჩნდით ქალბატონო ბეთულ. განქორწინება ბატონს სერდასაც სურს. რადგან ორივე თანახმა ხართ. დიახ, რადგან თანახმა ხართ, ხვალ ოფისში მოდით და განქორწინების პროცესი დავიწყოთ. ნახვამდის. უცნაური კაცია. თითქოს იცოდა რომ უნდა მისულიყავით. არც კი შერცხვა ისე გითხრა, ჩემი ცოლი მეწოდებაო. ადამიანმა ქორწინების გადარჩენა ოდნავადაც არ უნდა სცადოს? ნუ თუ საყვარელ ადამიანზე უარის თქმა ასეთი ადვილია. ლონდონში წასვლით საყვარელ ადამიანებზე უარს არ ამბობთ? ეგ ერთი და იგივეა? ბოდის გიხდით თუ ზღვარს გადავედი. ეს იმიტომ გითხარი რომ ოჯახისგან შორს ყოფნა რთული იქნება. ჩემი და-ძმა ჩემთვის ყველაფერია. რა თქმა უნდა მათი დატოვება რთული იქნება, მაგრამ არ მინდა ასეთი შესაძლებლობა ხელიდან გავუშვა. შენც მართალი ხარ. დემეთ? ჩეთინ? რა ხდება აქ რა საკეთებ? მოვედი რომ ბატონ ჩეთინს წარმატება ვუსურვა. კარგია რომ მოხვედი, მაგრამ უნდა გაგეფრთხილებინე. სიურპრიზის მოწყობა მინდოდა. თან შენ სამუშაო ადგილს დავათვალიერებ. ახლა გარეთ რაღაც საქმე მაქვს, უნდა გავიდე. მეგონა ყავას ერთად დავლევდით. წამოდი გარეთ დავლიოთ. შენი კაბინეტი ჯერ არ მინახავს. სანახავი რა არის? ერთი მაგიდა და სავარძელი დგას. ყველა კაბინეტი ერთნაირი არ არის. წამოდი. ჩეთინ? ჩეთინ სად მიდიხარ? Cim, elim seni çimdire. Cim. გავიმარჯვე. ოჯახ ჩემო პატარა. ეს თამაში დეიდაიშე მასწავლა. მეც მან მასწავლა. მართლა? ხო. Evet. Bak. ეს სამაჯურიც მან მოჩუქა. მაშინ შენი ტოლი ვიყავი. ვიცი ეს სამაჯური, რომ გავიკეთე ძალიან გაბრაზდი და მიყვირე. აბადია. მაშინ სხვა რამეზე ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ ახლა შეგიძლია გაიკეთო. გმადლობ დედა. ბავშვს ეგ სამაჯური რატომ უკეთია? გაფუჭებულია. შეიძლება კანი გაუღიზიანოს. შეიძლება გაფუჭებულია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. დავიდეთ, სამაჯური დეიდაიშეს ვაჩვენოთ. დავიდეთ, ჯერ გამოვიცვალოთ. დეიდაიში არსად დაკარგოთ. წასასვლელი მიზეზი კი მოუფიქრებია. მადლობთ. არაფრის. კიდევ რამე სინებებთ? ხილის ნამცხვარი მინდა. ჟოლოსი იყოს. ახლავე მოგართმევთ. დაო, კეთილი იყოს შენი მოსვლა. რაკენი? ფული შეაგროვე? შევაგროვე. აი, აქ არის. მადლობა ღმერთს. პრობლემა მოგვარებულია. გამომართვი. კარადაში შეინახე. გასაღებით ჩაკეტე. ჩინა 1000 ლირა გადასახადებისთვის გამოყავი და ცალკე შეინახე. კარგი დაო. ალო, ქალბატონო ზუჰალ, კონტრაქტის გასაფორმებლად ფული შეაგროვეს. ხვალ გადასცემენ. რას ნიშნავს შეაგროვეს? დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გეშლება? ამდენი ფული საიდან მოიტანეს? დარწმუნებული ვარ ქალბატონო ზუჰალ, ჩემი თვალით დავინახე. ხელი უნდა შევუშალოთ. ახლა კარგად მომისმინე. კარგი არის დარდოთ. დეიდაიშე. დეიდაიშე გენაცვალოს ჩემო სიხარულო. რა კარგია რომ მოხვედი. ჩემო ძვირფასო. რა ტკბილი ხარ.
დურუმ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაჩვენოს. ამიტომ მოვედით. ეს ის სამაჯურია, რომელიც დედაჩემს აჩუქე. ახლა ჩემია. მერე ჩემი ქალიშვილის იქნება. ძალიან გიხდება. მშვიდობაში მოიხმარე ჩემო ძვირფასო. გმადლობ შვილო. გმადლობ. რატომ მდგავართ? მაგიდასთან დავსხდეთ. რა ხდება ბრძალო? პრობლემები ხომ არ არის? არა დედა, არაფერია. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად მიდის. შენ რომ მიდიოდი, მე მოვდიოდი რძალო. ხვდები რომ რაღაც გჭირს. ვისალაპარაკებოდი. ნიშნულოვანს არავის დედა. კაბა გავგზავნე გადასაკეთებლად, მაგრამ თავის დროზე არ ჩამაბარეს. კერავს გავუბრასდი. დემეთ, ძვირფასო. არ მინდა არასწორად გამიგო, მაგრამ გთხოვ ამიერიდან სამსახურში ნუ მომაკითხავ. ბიძა ჩემს ასეთი რაღაცები არ მოსწონს. არ შეიძლება ჩემს შეყვარებულ სამსახურში მივაკითხო. მართალი ხარ რომ ბრაზობ, მაგრამ არ მინდა ბიძა ჩემს საყვედური მითხრას. მუშაობა ახლახან დავიწყე. ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ჯერჯერობით დროს ვერ დაგითმობ. მომისმინე? ამას იმიტომ მეუბნები რომ სამსახურში გოგოები შეყვარებულთან ერთად დაგინახავენ? რას ამბობს საყვარელო? შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ. სხვა გოგოები არ მაინტერესებს. აბა რა პრობლემაა? გისმენ მამინდა. კარგი, მოვდივარ. ხომ მითხარი 1 საათში მოვალო. გინდა თმებით გითრიო? ეს კაცი დილიდან აქ არის. ნეტავ საქმე არ აქვს? 7 კერძი შეუკვეთა და ჯერ გზა მაინც ვერ გაიკვლია. ჯაშუში ხომ არ არის? ჩუმა დაო გაიგონებს. სირცხვილია. რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს. ღმერთმა შეარგოს. ფიდან 5 წუთში გამორთე. რა მოხდა რძალო? დილიდან მოსვენება რატომ დაკარგე? სასადილოს საქმე ხომ არ ჩაიშალა? არა დედა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ნუ ინერვიულებ. თუ შენ არაფერი გამოგდის, მე თვითონ მივხედავ ამ საქმეს. არი დარდო დედა. ჩინარს მალე აქედან მოვიშორებთ. შვიდად იყავი. დემეთ, შვილო. მიდიხარ და საათობით აღარ ბრუნდები. შენ გამოქორწილში დამაგვიანდა. კარგი მამინდა გეყოფა. 1 საათია წუწუნებ. დავიღალე. ბოდიშის მოხდის ნაცვლად კიდევ აკეთხარ დიდგულზე. ბოდიში. კიდევ რომ გავიმეორო, ქვად ვიქცევი. თვალებიდან სისხლი მომდის. კმაყოფილი ხარ? თავს ნუ მაწოდებ. არ ვიცოდე მაინც რა გაიძვერა ხარ. დაო. სასადილოს მე და დემეთი მივხედავთ. წადი, მოემზადე. კარგი. უკვე გვიანია. თავს ნუ გადაიღლი. სამზარეულოს თავი დაანებე, ხვალდილით მივხედოთ. ერთად გავაკეთოთ საქმე. დემეთ. მოდი აქ. მისმინე? ამ კონვერტში ფულია. ხვალ ამ ადგილის მე პატრონის უნდა გადავცე. სახლში რომ წახვალ თან წაიღე, კარგი? ყოველი შემთხვევისთვის სასადილოში არ დატოვა. კარგად შეინახე. გესმის? აქედან პირდაპირ სახლში წადი. არიბოდიალო, კარგი მამიდა, სხვაგან სად უნდა წავიდე? გაჩუმდი ერთხელ მაინც ნუ შემეპასუხები.
ღამე მშვიდობისა დაო. ღამე მშვიდობისა. რატომ არ მირეკავს ის კაცი? ერთი დავალება როგორ ვერ უნდა შეასრულოს? მოხვედი საყვარელო. მოვედი. ოთახში რატომ ხარ გამოკეტილი? დედა ჩემი ქვემოთ მარტოა? დედა შენს გამოვიქეცი თურგუთ. ისევ ჩინარზე ბრაზობს და ჯარს ჩემზე იყრის. არ მასვენებს ყველაფრისგან პრობლემას ქმნის. თუ რამეს ვიტყვი, საწინააღმდეგოს მიმტკიცებს. არა. სანამ ჩინარს აქედან არ გაუშვებთ, სიმშვიდე არ გვეღირსება. არც დედა მოგვასვენებს. მოგვიწევს მის კაპრიზებს გაუძლოთ. სამწუხაროდ ასეა. აბა, თავს როგორ გრძნობ? ლონდონში წასვლის დღე ახლოვდება. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ მაგისტრატურას უცხოეთში გავივლი. მზად არ ვარ. არ ინერვიულო. მოსამზადებლად 2 დღე გაქვს. თუ დახმარება დაგჭირდება, არ მოგერიდოს. მითხარი. კარგი? ყველაფერში დაგეხმარები. გმადლობ. გაარკვიე, ვინ არის ის ქველმოქმედი, ვინც სტიპენდია დაგიფინანსა? ვერ გავარკვიე, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. ფიქრობ, ისევ ჩემს ლექტორს ვკითხო. ჩემი აზრით უნდა გკითხო. კონფიდენციალური დახმარება დასაფასებელია. გეთანხმები. ფარულად დახმარება ძალიან სასიამოვნოა. რადგან ვინაობას არ ამხელს, ესე იგი 100-ია საჭირო. ნუ ჩააცივდები. 100 არ ჯობია, ომერ? გისმენ ძმაო? ახლა გამოვდივარ. კარგი, არ ინერვიულო, არ დავაგვიანებ. მაპატიეთ სახლში მელოდებიან. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. იმედია პრობლემა არ შეიქმნება. თუ გაიგებს, რომ სტიპენდია მე დავუფინანსე, აღარ წავა. საშიში არაფერია. ბატონი გურსელი დამპირდა, რომ ეს მამ როგორც არ უნდა სთხოვოს ჩემს ვინაობას არ გაამჟღავნებს. კეთინ, მოიცადე საქმე მაქვს. ისმენ ბიძია. ამ საღამოს ჩემთან ბატონი მურათი მოვიდა. თურმე დღეს დაგიძახა და შენ ყურადღება არ მიგიქცევია. რას ამბობ ბიძია, ალბათ ვერ გავიგონე. თორემ უყურადღებოდ არ დავტოვებდი. რა თქმა უნდა, მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. სამუშაო საათებში კომპანიიდან ნებართვის გარეშე არ უნდა გახვიდე. თანაცხვებზე მეტად უნდა იყო მოწესრიგებული. არ მინდა ვინმე თქვას უფროსის ძმისშვილია და პრივილეგიებით სარგებლობსო. უნებრივია მეც ნერვიულობ. შემდეგში უფრო ფრთხილად იყავი, კარგი? არ შემარცხვინო. კარგი ბიძი, ამაზე არ მიფიქრია. გოდის გეხდი. ჯერ ახალ ბედა ხარ, ამიტომ გეპატიება. თუ არ გაიმეორებ, პრობლემა არ იქნება. კარგი შვილო. შვილო როგორ ხარ? კარგად. როგორ ჩანს ძალიან ბევრ შრომობ, დაიღლებოდი. თხილად იყავი ქუდრეთ. ნერვოს მომიშლი. ერთი საღამო მაინც გამატარებინე მშვიდად. შენ ვიზე ლაპარაკობ? სამსახური ძლივს იშოვე. თხილად იყავი. არ დაკარგო. აბა შენ იცი. წარმატებები. კომპანია უნდა ნახო. უზარმაზარი შენობაა. კინაღამ დავიკარგე. ყველაფერი ისეთი მდიდრულია. იატაკი ბრწყინავდა, ისეთი სუფთა იყო. თუ მზად ხარ, წავიდე შვილო. კარგი დეიდა, შენ წადი, მეც მალე წავალ. კარგი, მაგრამ დიდხანს აღარ დარჩე. აბა რას ვამბობდი? როცა დამინახა გაოცებისგან ენა ჩაუვარდა. არა, არ მოეწონა რომ მივედი. ბიძა ჩემმა რომ დაგვინახოს მისაყვედურებსო. რას ვიზამთ? თურგუთ ფოირაზის წინააღმდეგ ვერ წავალთ. ბოლოს და ბოლოს ჩეთინის ბიძაა.
Hayırdır inşallah. ღმერთო ჩემო, იმედი არაფერი მომხდარა. გისმენ დაუჰადიე, ჩინარ. თავისუფალი ხარ? იდაო გისმენ, შენთვის საქმე მაქვს. დემეც კი დავუბარე, მაგრამ დაავიწყდა. იჯარის ფული სახლში უნდა წამოეღო. რა დაბნეული გოგოა, ავტობუსში გაახსენდა რომ დარჩა. შეგიძლია უკან დაბრუნდე და ის ფული აიღო. რა თქმა უნდა დაო, ავიღებ. ახლავე დავბრუნდები, ღმერთმა დაგლოცოს. შენც დაო, დილით რომ მოვალ მოვიტან. ღმერთო. ალბათ დემეც კარის ჩაკეტვა დაავიწყდა. ვინ ხარ? ვინ ხარ მეთქი? ვინ ხარ? პოლიციაში დავრეკავ. აქ რა საკეთებ? რა საკეთებ? დამეხმარეთ. 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 გამიშვი. გაჩუმდი, ხმა არ მოიღო თორემ მოკლავ. დამეხმარეთ. დამეხმარეთ. გამიშვი. დამეხმარეთ. გაჩუმდი, ხმა არ მოიღო თორემ მოკლავ. დამეხმარეთ. თუ არ გინდა რომ მოკლავ მშვიდად იყავი.
იმედია ყველაფერი რიგზეა. ისმენთ ქალბატონო ჰადია. ბოდიშს გიხდით ასე გვიან რომ გაწუხებთ ბატონო ჰალილ. რაც ბრძანებთ? ჩინარის სასადილოში გავგზავნე. დიდი ხანია ვურეკავ და არ მპასუხობს. ღმერთმა დაიფაროს, იქნებ რამე შეემთხვა. შეგიძლიათ შეამოწმოთ. დიახ, ახლავე შევამოწმებ. სად წავიდა ის ფული? შენ? გითხარი მშვიდად იყავი მეთქი. ეს რა ჩავიდინე? აქ რა მოხდა? ქალბატონო ჩინარ? ღმერთო ჩემო, რა მოხდა? ქალბატონო ჩინარ. ქალბატონო ჩინარ. ალო, ქალბატონო ზუჰალ. რაკენი, ფული წამოიღე? ქალი მოუკალი ქალბატონო ზუჰალ. რას ამბობ, რომელი ქალი? ის ქალი. აიშე. ჩემი სახე დაინახა, ამიტომ მისი მოკლა მომიწია. ღმერთო ჩემო. ეს რა ჩაიდინე? ბრძალო? რა მოხდა? გაფიქრებული ხარ? არაფერია დედა. კარგად ვარ. დასაძინებლად ვაპირებდი წასვლას. გაიქეცი. ნახოთ რამდენ ხანს დამიმალავ რა მოხდა. ესე იგი ჩინარი მკვდარია? იქნებ ცოცხალია? რომ გაიგოს მე დავიქირავე ის კაცი? იდიოტი. ფული უნდა აეღო და წამოსულიყო. ყველაფერი გააფუჭა. თუ დაიჭირეს ხელს მე დამატებს. ზუჰა, ახლა რა უნდა ქნა? ზუჰალ? ჯერ არ დაწოლილ ხარ? მალე დავწვევი საყვარელო. წყლის ამოტანა დამავიწყდა. ქვემოთ ჩავალ და ახლავე დავბრუნდები. რა ხდება ზუჰალ? რა გჭირს? არაფერი. არაფერი თურგუთ. ჩემო მეგობარო. ეს რა დაგემართა? კი, მაგრამ რა მოხდა? ის კაცი მთელი დღე სასადილოში იყო. თურმე გვითვალთვალებდა. ვერ შევაჩერედაო. წინააღმდეგობა ვერ გავუწია. რას ამბობ? მაგას ვინჩივის. მადლობა ღმერთს არაფერი დაგემართა. ადამიანის სიცოცხლე ყველანაირ ქონებაზე ძვირფასია. ქალბატონი ჰადია მართალია. თავარია გადარჩით. სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. ახლა რა უნდა ვქნათ? ფული მოიპარეს. ვერ გაიგონე რა ვთქვი დემეთ. დაუფიქრებლად ლაპარაკობ. ახლა ფული ნაკლებად მადარდებს.
უფროსო, ქალის სახელი და გვარი ჩინარ ფოირაზია. წარსულში ნასამართლები, ციხიდან ახალი გამოსულია. შეიძლება დანაშაულის თანამონაწილე იყოს? დიახ, ქურდს დაეხმარებოდა, როგორც გითხარით, ნასამართლებია. და ორაზია. იმ ქალს კრიმინალური წარსული ჰქონია. ვის გულისხმობ? აიშეს დაო, აიშეს. რას ამბობ, საიდან მოიტანე? პოლიციელების ლაპარაკი მოვისმინე. აიშე ეჭვმიტანილია. ამდენ ხანს რასაკეთებ შვილო? მითხარი, როგორი წნევა აქვს? ცოტა მაღალი აქვს დაიდა. შეეშინდა და მაგიტომ. უმერთო ჩემო. ალბათონო ჰადიე, კომისარს თქვენთან ლაპარაკი სურს. მოვდივარ. დამოდით. გისმენ შვილო, დამაცადე. სიტუაციას გავეცანით. შემთხვევის ადგილზე თანამშრომელი ქალის გარდა არავინ იყო. ქალბატონი აიშე წარსულში ნასამართლებია. ეს იცოდით? ვიცოდი. რა მოხდა? დაუჯერებელია. მომისმინეთ დეიდა. დარწმუნებული ხართ, რომ ფული იმ ქალს არ მოუპარავს? რას ამბობ? ხვდები მაინც რას მეკითხები? ღმერთო ჩემო. რატომ ბრაზობ მამიდა? არც კი ვიცი სინამდვილეში ვინ არის. მის გამო პრობლემები შეგვექმნა. დემეთ გაჩუმდი. მისმინე შვილო. აიშეს საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. შეუძლებელია ფული მოეპარა. სასადილოში ქურდი შეიჭრა. ფული მოიპარა და ქალის მოკლას სცადა. გასაგებია, აიშეს ტყუილად ნუ დაადანაშაულებთ. კარგი. რადგან ასე ამბობთ? შენ მოგვიანებით დაგელაპარაკები. გამონჯამრთელებას გისურვებთ. ამ განცხადებას ხელი უნდა მოაწეროთ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ასე მარტივად არ გაგიშვებდით, მაგრამ ქალბატონ ჰადიეს უმადლოდეთ. რა ხდება კომისარო? რამე პრობლემაა? რას ნიშნავს ასე მარტივად არ გაუშვებდით? მორჩა, სანახაობა დასრულდა. დაიშალეთ. ადექი. სასადილო დაკეტედემეთ. რას ელოდებით? წადით და თქვენ სახლებში იჭერავეთ. დაიშალეთ. წადით სახლებში. დავიდეთ. ღმერთო. ალო? ქალბატონო ზუჰალ. ის ქალი არ მომკვდარა. კარგია. იმედია პოლიცია შენი დახასიათება არ მისცა. ხვალდილით იქ მოდი, სადაც ბოლოს შეგხვდი და ფული გადმოგეცი. კარგი? კარგი ქალბატონო ზუჰალ. თავარია ფული წამოიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ სასადილო აღარ იარსებებს. ხვალ იმ ადგილის პატრონთან მივალ და ამ საქმეს დავასრულებ. მორჩა ჩინარ. ნახოთ ამიერიდან ისევ დიდ გულზე იქნები თუ არა. მოდი დაო, აქ დაჯექი. ჩემ გამო ძალიან შეწუხდი. რას ამბობ დაო? კინაღამ მოჰკლეს. დემეთ, წყალი მოუტანე. დაო, კომისარმა ეს რატომ მითხრა? ჩემზე აქვს ეჭვი? არა, დაო, ეგ საიდან მოიტანე? დაო, მისმინე თუ შენც, ჩინარ, მორჩი ამაზე ლაპარაკს. ნურცმე და ნურც საკუთარ თავს ნუ გააღიზიანებ. ახლა სასადილოდან გამოყრიან? არა, ძვირფასო, რას ამბობ? 20 წელია იქ მუშაობ. ხოლ სინანს დაველაპარაკები. იმედია ჩვენს მდგომარეობაში შევა. ღმერთის წყალობით ფულს 3-5 დღეში შევაგროვებ. საინტერესოა როგორ შეაგროვებ? ხვალინდელი დღის იმედი უნდა გქონდეს. წადი, წყალი მოიტანე. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlarım
hiç değmesin kurumuş toprağa.